გამოცემა Forbes-ი საკუთარ ინფორმატორებზე დაყრდნობით წერს, რომ მოსკოვი ტესტავს თანამგზავრ საწინააღმდეგო რაკეტას ნუდოლი. ეს იარაღი უკვე გამოყენებულია ძველი საბჭოთა თანამგზავრის განადგურებისთვის დედამიწის დაბალ ორბიტაზე და თეორიულად შეიძლება გამოყენებულ იქნას SpaceX-ის თანამგზავრების გასანადგურებლადაც, რომელთა რაოდენობა 7,000 საჯარბებს. Forbes-ის მონაცემებით, რუსეთი განიხილავს ნუდოლის რაკეტების ბირთვული გობინებით აღჭურის შესაძლებლობას. ასეთ რაკეტებს შეუძლიათ საფრთხე შეუქმნა მთელ ამერიკულ დაჯგუფებას დაბალ ორბიტაზე, Starlink-ის თანამგზავრებს და პლანეტლების აპარატებს, რომელიც რუსული არმიის გადაადგილებას აკვირდებიან. შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გარდა, რუსეთს აქვს ასევე ეფექტიანი საშუალებები რადიოელექტრონული ბრძოლისათვის, რომლებსაც შეუძლიათ Starlink-ის სიგნალების ჩახშობა. კერძოდ, ახლდება კომპლექსი ტობოლი, რომელიც განსაზღვრულია თანამგზავრული კავშირის ბლოკირებისთვის. პენტაგონიდან გაჟონილი ცნობების თანახმად, არანაკლებ 3 ასეთი კომპლექსი უკვე წარმატებით იქნა გამოყენებული Starlink-ის სიგნალის ჩასახშობად უკრაინის აღმოსავლეთში, წერს Forbes-ი. გამოცემა ასევე იუწყება ახალი სისტემის კალენკას შექმნის შესახებ. ესაა იარაღი, რომელსაც შეუძლია Starlink-ის სიგნალების დაჭერა და ჩახშობა. სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ არ შეიცვლის გადაწყვეტილებას და მიუხედავად უზარმაზარი წნეხისა, მაინც გაემგზავრება მოსკოვში გამარჯვების აღლუმზე დასასრებად. ისეთი განცდა მაქვს, რომ თავზეც არ ჩამომექცევა ჩემზე დაწყებული წნეხის გამო, რაც მოსკოვში გამგზავრებას უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ არავინ მომიტყუებია, ჯერ კიდევ 8 თვის წინ საჯაროდ გამოვაცხადე, რომ მოსკოვში წასვლას ვაპირებდი. ეს ვთქვი ღიად, რადგან არ ყოფილვარ იქ უკვე 3 წელია. სერბეთმა ფაშისტებთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა და ჩვენ ამით ვამაყობთ. ეს არ ეხება ბევრ სხვა ქვეყანას, რომელიც ისტორიის გადაწერას ცდილობს, გლობალურ, ევროპულ, რეგიონალურ და ლოკალურ დონეებზეც კი. ჩვენ ვამაყობთ ფაშიზმთან ბრძოლით და სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი გადამწყვეტი მიზეზი იმისა, რომ მოწვევა მივიღე. ამასთანავე ჩვენს რუს მეგობრებთან ერთად უნდა განვიხილოთ მომდევნო შეთანხმებები გაზზე, სერბეთის ნავთობის წარმოების მომავალი და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი თემაა. რაც შემეხება მე, გადაწყვეტილება აქამდე არ შემიცვლია, მზად ვარ მთელიცა ჩამომექცეს თავზე. რამდენხანს გავუძლებ, 1 დღეს, 2 დღეს, 3 თუ 5, ან როგორც უკვე ვთქვით, როდესაც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს დასკვნების მიღება ხდებოდა, ვნახოთ. მაშინ ჩვენ 3,5 წელი გავზელით, თქვა ალექსანდრ ვუჩიჩმა. ვიქტორ ორბანმა ილაპარაკა დასავლეთის მისწრაფებებზე, რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს უკრაინა ევროკავშირში. უნგრეთის პრემიერის თქმით, უკრაინის ევროკავშირში რაც შეიძლება სწრაფად მიღება, ეს ბრიუსელის გეგმაა და არა ჩვენი. მათ უნდათ იმ ქვეყნის მიღება, სადაც მკაფიო საზღვრები არ არის ფუნქციონირებადი ეკონომიკა, არ არის სუვერენიტეტი და ამ ფონზე მათ აქვთ მოლოდინი, რომ ევროკავშირში გადასახადის გადამხდელები დააფინანსებენ მილიონიან არმიას ასწლეულების განმავლობაში. ეს მშვიდობა არ არის, ესაა დაუსრულებელ ომზე ცარიელი ქვითრის გაცემა. ვიქტორ ორბანმა უნგრულ გამოცემასთან ინტერვიუში თქვა, რომ დასავლეთმა წააგო პროქსი ომი რუსეთთან. გარდა ამისა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ტრამპის თავაზობს შეერთებულ შტატებს გამოსავალს დაპირისპირებიდან, როგორც ამერიკის გადარჩენას ძალიან სერიოზული მარცხისგან. მისი თქმით, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი-დი ვენსი შესაძლოა მომავალში ქვეყნის პრეზიდენტი გახდეს, ხოლო ტრამპის ახლანდელი საპრეზიდენტო ვადა ეს არის არა რესპუბლიკელების მმართველობის 4 წელი, არამედ პირველი 4 წელი 12-დან, რაც განპირობებულია შეერთებულ შტატებში პატრიოტული აზროვნებით. Financial Times-ი წერს, რომ ჩინური თანამგზავრული კომპანია მხარს უჭერს ჰუსიტების შეტევას. ამერიკელი მოხელეების თქმით, ერთ-ერთი ჩინური თანამგზავრული კომპანია, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის არმიასთან, ირანის მხარდაჭერილ ამბოხებულ ჰუსიტების იემენში აწვდის გამოსახულებებს, რომლითაც შესაძლებელია წითელ ზღვაში ამერიკელების სამხედრო გემების და საერთაშორისო ხომალდების სამიზნეებად მონიშნა. ტრამპის ადმინისტრაციამ არაერთხელ გააფრთხილა პეკინი, რომ კომერციული კომპანია CGSTL, რომელიც დაკავშირებულია სახალხო განმანთავისუფლებელ არმიასთან, ჰუსიტებს სადაზვერვო ცნობებს აწვდის, ამბობს ამერიკელი ოფიციალური პირი. სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა Financial Times-ში ატყობინა, რომ
ჩინეთმა ეს გაფრთხილება არაფრად ჩააგდო. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ტები პლუსმა დაადასტურა, რომ კომპანია CGSTL პირდაპირ ეხმარება ირანის მხარდაჭერილი ჰუსიტების ორგანიზებულ ტერორისტულ თავდასხმებს ამერიკის ინტერესებზე. ოფიციალურად ჩინეთმა გამოხატა შეშფოთება ჰუსიტების თავდასხმების გამო მსოფლიო ვაჭრობისთვის უმნიშვნელოვანეს საზღვაო გზებზე და შეერთებული შტატების საზღვაო საჰაერო ძალებზე. ბაიდენის ადმინისტრაციამ მოუწოდა ჩინეთს გამოიყენოს თავისი გავლენა ირანზე ჰუსიტების შესაჩერებლად, მაგრამ ამერიკელმა მოხელეებმა პეკინის მხრიდან ვერც ერთი მსგავსი მცდელობა ვერ დაინახეს. შეერთებული შტატების განცხადებაზე ჩინური კომპანიის შესახებ ჩინეთის საელჩომ ვაშინგტონში განაცხადა, რომ შესაბამისი სიტუაციის თაობაზე ინფორმირებული არ არის, ნათქვამია სტატიაში. გაზეთი გლობო წერს, რომ ტრამპი და ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა და სილვა აღფრთოვანებულები არიან ვლადიმერ პუტინი და ზოლ ზელენსკი. ლულას და ტრამპს შორის ურთიერთობა გამოცანად რჩება. აღსანიშნავია, რომ არც ერთს არ მოსწონს ვლადიმერ ზელენსკი და ორივე სიმპათია ვლადიმერ პუტინის მიმართ აქვს, ნათქვამია სტატიაში. ბრიტანული ეკონომისტი წერს, რომ უკრაინაში რეალური ძალაუფლება ზელენსკის ოფისის მოხელეების ხელშია. დამოუკიდებელი უკრაინული მედია მასობრივად ექვემდებარება სისტემურ ცენზურას, აქტივისტებს და კრიტიკოსებს დევნია. კანონის უზენაესობა უკრაინაში დიდი ხანია მითად იქცა. რეალური ძალაუფლება ქვეყანაში ზელენსკის ხალხმა მიიღო. უკრაინის მთავარი პრობლემა არა სამხედრო, არამედ პოლიტიკურია, წერს ეკონომისტი. სტატიაში ნათქვამია, რომ ზელენსკის ადმინისტრაციას არ სურს ძალაუფლების განაწილება არა მხოლოდ მოწინააღმდეგეებისთვის, არამედ ნებისმიერისთვის, ვისშიც პოტენციურ ოპონენტს ხედავს. ყველაზე ერთგულები საჩუქრდებიან თანამდებობებით სახელმწიფო კომპანიების დირექტორთა საბჭოებში. ისინი, ვინც ზედმეტად თავისუფლად მოქმედებენ, ხალხში სიყვარულით სარგებლობენ ამ დასავლურ ქვეყნებთან პირდაპირი კავშირები დაამყარეს, უკვე მოხსნილები და გათავისუფლებულები არიან, წერს ეკონომისტი. იარაღის მიწოდების ნაცვლად ევროპა აპირებს იარაღის წარმოება პირდაპირ უკრაინაში დააფინანსოს. ამერიკული დახმარების და საკუთარი მარაგების გამოფიტვის ფონზე, რაც მრავალი წლის განმავლობაში კიევისთვის შეიარაღების მიწოდების შედეგია, ევროპაში მხარდაჭერის ახალი მდოდელი ყალიბდება. ინვესტიციები ჩაიდოს არა პირდაპირ მომარაგებაში, არამედ უკრაინის სამხედრო ინდუსტრიის განვითარებაში, წერს ვაშინგტონ პოსტი. ასეთი სტრატეგია არა მხოლოდ ფრონტის ოპერატიულ მომარაგებას შეუწყობს ხელს, არამედ უკრაინის, როგორც ახალი სამხედრო ტექნოლოგიების გამოსაცდელ პოლიგონად გამოყენებას. ლაპარაკია მათ შორის უპილოტო სისტემებზეც, რომლებშიც ევროპულ ქვეყნებს ჯერჯერობით საკმარისი გამოცდილება არ აქვთ. გარდა ამისა, როგორც გამოცემა წერს, მსგავსი მიდგომა ბევრად მომგებიანია ევროპისთვის ეკონომიკური თვალსაზრისითაც. ტრანსპორტისა და ლოგისტიკაზე მუდმივი ხარჯების ნაცვლად ისინი სახსრებს მიმართავენ ადგილობრივი წარმოების განვითარებისკენ. მთლიანობაში მომდევნო წლის განმავლობაში ევროკავშირი გეგმავს 20 მილიარდ ევროზე მეტის გამოყოფას უკრაინის თავდაცვის სექტორისთვის, არამზა შეიარაღების სახით, არამედ საკუთარ წარმოებაში ინვესტიციების გზით, წერს ვაშინგტონ პოსტი. კლაუს შვაბმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. ფორუმის განცხადებაში ნათქვამია, რომ ორგანიზაციის 87 წლის დამფუძნებელმა საკუთარი გადაწყვეტილებების შესახებ 20 აპრილს მმართველობის რიგ გარეშე სხდომაზე განაცხადა. ჩემი ბოლოდროინდელი განცხადების შედეგად, ასევე ჩემი ასაკის გამო 92 წელში შევაბიჯე, გადავწყვიტე დავტოვო თავმჯდომარის და მეორეთა საბჭოს წევრის პოსტი. გადაწყვეტილება დღესვე ამოქმედდება, თქვა მან. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მეორეთა საბჭომ ვიცე-თავმჯდომარედ პეტერ ბრაბეკ ლეტმატი თავმჯდომარის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დანიშნა. ასევე შეიქმნა საძიებო კომიტეტი ორგანიზაციის მომავალი თავმჯდომარის არჩევნებისთვის. კლაუს შვაბი, გლობალური მართვის და შრომის მსოფლიო განაწილების იდეოლოგი, დედამიწის მოსახლეობის შემცირების, მწვანე ენერგეტიკის და რაციონში მწერების აქტიური მხარდამჭერია. მანამდე Wall Street Journal უწყებოდა, რომ ფორუმის თანამშრომლებმა შვაბი და ხელმძღვანელობა რასიზმში, ასევე დისკრიმინაციასა და ქალების სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.